ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.12% დაფიქსირდა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით. ახლად გამოშვებული ევროობლიგაციებით 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება განხორციელდა. რაზე მეტყველებს 5.12%-იანი კუპონის განაკვეთი რამდენად კონკურენტუნარიანია ის სხვა მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით და რამდენად გაუძვირდა ან გაუიაფთა საქართველოს ამ ვალის მომსახურება. ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს ეკა გისმენთ. მოგესალმები ნინო, ფინანსთა სამინისტრო განთავსებას წარმატებულად აფასებს, ამბობს რომ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ქართულ ფასიან ქაღალდებზე რეკორდულად მაღალ 4.8 მილიარდ დოლარამდე დაფიქსირდა, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება. უშუალოდ ტრანზაქციაში ჯამში 100-ზე მეტმა საერთაშორისო ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. მინისტრის თქმით დაფიქსირდა, რომ ქვეყნის რისკის დონე შემცირდა 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ამასთან ფინანსთა სამინისტროს შეფასებით გარდამოზიდული ფინანსური რესურსის ახალი ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანია ორი ფაქტორის გამო, ის განსაზღვრავს ქვეყნის რისკის დონეს, ზომავს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას და ნდობას ქვეყნის მიმართ. წარმატებული განთავსება კი მიუთითებს იმაზე, მისი თქმით, რომ საქართველოს უკვე იმსახურებს საინვესტიციო რეიტინგს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი არა საინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიმართ, რაც ასევე მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს უკვე იმსახურებს საინვესტიციო რეიტინგს. ის რომ ძალიან მაღალი არის შეფასება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და ამ ტრანზაქციაში მიიღო 100-ზე მეტმა ინვესტორმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან და ის რომ მათი შეფასებით საქართველოს რისკიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ ძალიან გაზრდილია მოთხოვნა, მიუთითებს იმას, რომ ძალიან დიდი ნდობა და ინტერესია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და ფისკალური რეფორმების მიმართ. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბენჩმარკია საქართველოსთვის. გულწრფელად ულოცავს საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს გუნდს. უდიდესი სამუშაო ჩატარდა და მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში რთული და სწორი გადაწყვეტილების შედეგად მიღწეული იქნა ეს დიდებული შედეგი. ჩვენ ეროვნული ბანკის გუნდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდით ამ თვეების განმავლობაში არაერთ შეხვედრაში საერთაშორისო ინვესტორებთან და ვხედავდით ძალიან მაღალ ინტერესს, მაგრამ რეალობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. მართლაც ასეთი მაღალი ინტერესი აღმოჩნდა ჩვენი სამთავრობო ობლიგაციების მიმართ. ჩვენი სუვერენული რისკები უფრო შემცირებული არის ინვესტორების თვალში ვიდრე 2021 წელს, როდესაც პირველად გამოიშვა ეს ევრობონდები და გარდა ამისა ენდობიან ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას. ემისიის მიმდინარეობისას და ტრანზაქციის მსვლელობის ყველა ეტაპზე ჩართულები იყვნენ TBC კაპიტალი და გალთენ თაგარტი, როგორც მთავარი თანაწამყვანი მენეჯერები ტრანზაქციაზე სხვა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად საპროცენტო განაკვეთები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია, გალთენ თაგარტში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მიერ დაფიქსირებული მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ კონკურენტუნარიანი და ოპტიმალურია, სპრედი გაუმჯობესდა, ანუ ქართული რისკის აღქმა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დადებითად შეფასდა. ტრანზაქციაში ჩართული მხარეები განმარტავენ, რომ მთავრობის ევრობონდი არ არის მხოლოდ ცალკეული ფინანსური ტრანზაქცია და ის ორიენტირს წარმოადგენს მთელი ბაზრისთვის. TBC კაპიტალის შეფასებით ბაზარზე ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, მაღალმა კონკურენციამ შესაძლებელი გახადა საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი შემცირება. საბოლოოდ კი ის, რომ ობლიგაციები 5.25%-იანი კუპონით გამოვიდა, დღევანდელ გლობალურ ეკონომიკურ პირობებში საუკეთესო შედეგად ფასდება. შეიქმნა ასე ვთქვათ ახალი ბენჩმარკი ასევე ადგილობრივი კორპორაციებისთვისაც. ის კომპანიები, რომლებიც გეგმავენ საერთაშორისო ბაზარზე თანხების მოზიდვას, მათთვის უკვე გასაგები არის რა განაკვეთთან ახლოს შეიძლება დაჯდნენ და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ინტერესი საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან, ფონდების მხრიდან იყოს საკმაოდ მაღალი და ვფიქრობ, რომ სხვა ემიტენტებისთვისაც ეს ძალიან კარგი სიგნალი არის, რომ ქართული რისკის მიმართ დაინტერესება საერთაშორისო ბაზრებიდან არის. შესაბამისად, ვინმე თუ გეგმავს და ფიქრობს ევროობლიგაციების გამოშვებას, კარგი მომენტუმი, კარგი დრო არის. TBC კაპიტალი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ესეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას. შევხედოთ იგივე სომხეთს, ან უზბეკეთს, რომელიც ყველაზე კარგი ბენჩმარკები არის ჩვენ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან კარგი საპროცენტო განაკვეთი დაჯდა. ამას მე ვიტყოდი, რომ ბაზრისთვის მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, არ მხოლოდ როგორც
ცალკეული ტრანზაქციის ჭრილში, არამედ მოგახსენებათ, რომ მთავრობის ფასიანი ქაღალდი არის ეგრეთ წოდებული ბენჩმარკი ზოგადად ბაზრისთვის, რომელიც მერე ფასს წარმოქმნის დროს ეხმარება როგორც კერძო კომპანიებს, ასევე ყველა სხვა ემიტენტს, რომელიც ქართულ ბაზარზე ან საქართველოსთან ფასიანი ქაღალდების განთავსებას ახდენს. სპრედი გაუმჯობეს და ანუ ქართული რისკის აღქმა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, დადებითად შეფასდა. შესაბამისად, ყველა ქართველი ემიტენტი, რომელიც სამომავლოდ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას მოინდომებს, საკმაოდ კარგი ბენჩმარკი აქვს იმისთვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ფასის მიღება შეძლოს. ფინანსისტი ვასილ რევიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად გლობალურად გაძვირებული ფულისა, ქვეყანამ იმაზე უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე არსებული რეიტინგის და ბაზრის პირობებში იყო მოსალოდნელი. კითხვაზე თუ რამდენად კონკურენტუნარიანი ახალი საპროცენტო განაკვეთი და რამდენად გაუძვირდა საქართველოს ვალის მომსახურება, რევიშვილი განმარტავს, რომ გაძვირება ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მიღწეული მაჩვენებელი მაინც პოზიტიურია. თუმცა ინვესტორების მხრიდან დაფიქსირებული გადაჭარბებული მოთხოვნის საკითხზე საუბრისას, რევიშვილი ჩვენთან ამბობს, რომ 5.5-ჯერ მაღალი მოთხოვნა ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკისადმი განსაკუთრებულ ნდობას არ ნიშნავს. მისი განმარტებით, მაღალი მოთხოვნა ხშირად საბაზრო მექანიზმის აუქციონის პრინციპის შედეგია და არა მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური სტაბილურობის ინდიკატორი. ეს ყურადღებას ამახვილებს ობლიგაციების გაყიდვის ფასზე, რაც მისი თქმით ნათლად აჩვენებს რეალურ სურათს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორთა მხრიდან იქნებოდა განსაკუთრებული ნდობა და სურვილი, რომ ნებისმიერ ფასად შეეძინათ ქართული ფასიანი ქაღალდები, ობლიგაცია პრემიუმით, ანუ ნომინალზე უფრო ძვირად გაიყიდებოდა. ეს რო დავდო ჩემი პირადი ობლიგაციები შეიძლება მაღალი მოთხოვნა აგიხნერე რომ ნიშნავს. ეგ უშავს აუქციონის პრინციპი. ანუ შეიძლება მოთხოვნა იყოს მაღალი, მაგრამ გააჩნია იმ დანარჩენებმა რა ფასი დადეს. სავარაუდოდ მათი აპეტიტი გაცილებით მეტი იყო ვიდრე 5 ტელეფონ წავარდგა ზუსტად. იმიტომ რომ მოიგეს იმათ, ვინც ყველაზე ასე ვთქვათ, ნაკლებად აპეტიტიანი, ყველაზე ნაკლებად. ხო, ამაზე მეწყვილებს თუნდაც ისო დისკაუნტით გაიყიდა. მაშინ თუ ესეთი გადაჭარბებული და საოცარი მოთხოვნა იყო და მაიტა ნებისმიერ ფასად, მაშინ ფასი უნდა დადებულიყო არა 98 და რაღაცა 23-28 ზუსტად 98 ხო? არამედ თქვა რა ვიცი 101, 102, 103, ანუ პრემიუმით უნდა გაყიდულიყო. შესაბამისად, მოთხოვნა არ ნიშნავს დაინტერესებას, მოთხოვნა ნიშნავს მოდით ასე ვთქვათ, თევზაობას, ანკეცის გადაგდებას, იქნებ რაღაც კარგ შემოსავლიანობას გამოკრა ხელი, მაგალითად რა ვიცი, 7%-ია, 8%-ია. მაგრამ ამ შემთხვევაში საშუალოდ როგორც გითხარით, მაინც კარგი შედეგი დადება. საბოლოო შედეგი მაინც პოზიტიურია, თუმცა სპეციალისტების შეფასებით მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ტექნიკური საბაზრო მოთხოვნა და ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისადმი უპირობო ნდობა. რაც შეეხება სუვერენული რეიტინგის საკითხს, არსებული შეფასებით რეიტინგის გაზრდის საფუძველს ბევრი გარემოებები აფერხებს, მათ შორის არის ქვეყნის პოლიტიკური ვითარება, მმართველობა, ქვეყნის სტატუსი და სტაბილიზაცია, ბევრი სხვა მიმართულებით, შესაბამისად ის, რომ დღევანდელ ვითარებაში რეიტინგი გაუმჯობესდება, ამის მიმართ ნაკლები მოლოდინები არსებობს. როგორც არის მართა $500 მილიონი ევრობის ევრობონდების რეფინანსირება ეკა გაზდელიანის ამბობთ.